იმედი მაქვს, დარწმუნებული არა ვარ, გულახდილად გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები უპირველესად ცხადია მისი პარტიის სხვა ლიდერები ნაციონალური მოძრაობისა, ასე მაგალითად გიორგი ბარამიძე, ანი წითლიძე და სხვები ილაპარაკებენ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ბიზინა ივანიშვილმა ბანდიტმა გადაიყვანა სწორედაც რომ რუსთავის კოლონიაში ვივამედიდან ილაპარაკებენ, მაგრამ აი აქ მნიშვნელოვანია რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ეს არ გახდება, ეს თემა არ გახდება, ეს ამბავი არ გახდება მთავარ თემა ჩვენი დღევანდელობისა. დიახ, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ვივამედიდან რუსთავის კოლონიაში არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმიტომ კი არა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელად არ გრძნობს თავს და არ ეკუთვნის როგორც ჭყალებში თუ ჭყალებოდ რიგით პატიმარს, სწორედაც რომ პირდაპირ მნიშვნელობით საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა რასაკვირველია ეკუთვნის, მაგრამ მეორე მხრივ ისიც სათქმელია, ისიც გასათვალისწინებელია, ისიც აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი პერსონალურად ბიზინა ივანიშვილის პირადი ტყვე, ასევე თუ გნებავთ თქვათ, რომ პუტინის ტყვე, პუტინის პატიმარი, პუტინის ტუსაღი და როგორც პუტინს, ისე ბიზინა ივანიშვილს ცხადია სურთ, რომ ის იყოს მაქსიმალურად ქმედ უუნარო და ბეჭავებული და გაუბედურებული და პოლიტიკურ პროცესებში თუნდაც საპატიმროდან არ უნდა მონაწილეობდეს და აქედან გამომდინარე სალაპარაკო აქვს ნაციონალურ მოძრაობას ეს ამბავი აღსანიშნავი აქვს რომ სათქმელი აქვს რომ აი მიხეილ სააკაშვილისთვის რაღაცა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საპატიმროში რუსთავის კოლონიაში მისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის უფრო მეტი საფრთხის შემცველია რასაკვირველია მაგრამ კვლავ ვიმეორებ ეს არ შეიძლება იმედი მაქვს ბჟუტავი იმედი მაქვს სურვილი მაქვს მოდი უფრო ზუსტი ვიქნები რომ ეს არ შეიძლება იქცეს მთავარ თემად ჩვენ გვყავს სხვა პოლიტიკური ტუსაღები ტყვეები პატიმრები უშუალოდ ბიზინა ივანიშვილისა და შემიძლია ასეც თქვა ხმამაღლა ვთქვა ეს და არ მერიდება ისინიც არიან ბევრი მათგანი ყოველ შემთხვევაში არის პუტინის ესე რომ ვთქვათ პუტინის პირადი ტყვეები პუტინის რუსეთი კარნახობს ბიზინა ივანიშვილის საქართველოს რომ ზიამაღლობელი იქნება თუ ზვიადრატიანი იქნება თუ სხვები და სხვები გამოკეტოს ციხეში 2 წლით 4 წლით თუ რა ვიცი მეტი წლით თუ ნაკლები წლით და ასე შემდეგ პუტინს არ აწყობს თავისუფლებისთვის მებრძოლი უკლებლივ ყველა დღევანდელი პატიმარი გარეთ მყოფი არ აწყობს რომ ბიზინა ივანიშვილმა დათმოს იოტისოდენად თუნდაც და გაანთავისუფლოს ესა თუ ის პირი და ეს პერსონალურად პუტინის ან ზოგადად კრემლის ან უფრო ზოგადად მოსკოვის და კიდევ უფრო ზოგადად რუსეთის ინტერესშია. ამიტომ კი მიშა სააკაშვილის თემა გასააქტუალურებელია გასაკვირველია სალაპარაკოა პირველ ყოვლისა ნაციონალური მოძრაობის მიერ თუ მხრიდან, მაგრამ არ შეიძლება ეს იყოს მთავარი თემა, მთავრესი თემა, მოდი ასე ვიტყვი. ახლა კითხვა დავსვათ ასეთი. მოკლავს თუ არა ეს იქნება სათაური, მოკლავს თუ არა შესაძლოა სხვა რედაქციით, მაგრამ მაინც მოკლავს თუ არა ბიზინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს ვინმე კოცი იტყვის რომ აქამდეც მოკლავდა თუ მაინც და მაინც მისი კვლელობა, მისი გაქრობა იმ სააკაშვილისა ხელს აძლევდაო და მართალი ბრძანებაა ეს პრინციპში, მაგრამ ასე უნდა ვთქვათ, რომ თუ დღემდე არ გაუსწორდნენ მიხეილ სააკაშვილს ზუსტად ისე არ მეტნაკლებად ისე, როგორც გაუსწორდა პუტინი ნავალნის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ბიზინა ივანიშვილი არ მიიღებს ამგვარ შეკვეთას რუსეთიდან, მოსკოვიდან და არ გაუსწორდება ისე როგორც პუტინი გაუსწორდა ხსენებულ ნავალნის ან სხვებს გაუსწორდა ისიც თქვენ. დიახ, მიხეილ სააკაშვილის კვლელობა განადგურება, მოდი სხვა ზნას ვიხმარ. ბიზინა ივანიშვილს შეეძლო ვივამედშიც ჩაუყრიდა ერთ პოლონიუმს საბოლოო ჯამში და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებდა და დაავადებული თუ ავადმყოფი მიხეილ სააკაშვილი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალაო იტყოდა ვინმე ზუსტად ისე როგორც თქვენს ოფიციალურმა მოსკოვმა თქვა ნავალნისთან მიმართებაში იცით თქვენ რომ დღემდე რუსეთი არ აღიარებს და არც აღიარებს მომავალში ნავალნის მკვლელობას და ეს იქნებოდა უზარმაზარი ტრაგედია იმ დროს საერთოდ საპატიმროში რო ყავს პრეზიდენტი და ეს პრეზიდენტი საპატიმროში გარდაიცვლება, მოკვდება, მოკლავენ, ხო ეს უზარმაზარი ამბავია, მით უფრო როდესაც ყავს პრეზიდენტი შენ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, რომლის ენემი, რომლის მტერიც არის
რუსეთი და ყველა ხვდებით რომ რუსეთის წინააღმდეგ წასული მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე წასული რასაკვირველია პუტინის მტერია, მაგრამ აქამდე ეს ყველაფერი არ მომხდარა, ფაქტი ჯიუტია და უფრო მეტი შანსი იმისა რომ საპატიმროში მოხდეს რუსთავის კოლონიაში მოხდეს გარკვეული ზეწოლები, բայց დავაის პროლობაზე არ ვილაპარაკოთ. თუ გნებავთ მიხეილ სააკაშვილზე ვიდრე ხდებოდა თუ მოხდებოდა ვიმამედის კლინიკაში, რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ეხლა მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების თავარი საზრუნავი ჩემი მოსაზრებით არის ის, რომ მაქსიმალურად იყოს მიხეილ სააკაშვილი იზოლირებული იმ პირებისაგან, რომლებსაც ვინიცის და დაავალებს ბიზინა ივანიშვილის რომელიმე შნირი მიხეილ სააკაშვილზე ზეწოლას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, იქნებ ფიზიკურ ზეწოლასაც და ასე შემდეგ და საჭიროების პუტინისთვის საჭიროების შემთხვევაში იქნება ბიზინა ივანიშვილს ისიც კი უბრძანონ, რომ ამ უკანასკნელმა გასცეს ქვედა რგოლებისთვის ბრძანება მიხეილ სააკაშვილის კვლელობის, განადგურების, მოდი თუ გნებავთ კიდევ ერთხელ ამ სიტყვას ვიხვან, განადგურების თაობაზე იზოლირებული უნდა იყოს, პირობები უნდა ჰქონდეს, რაღაცა მეტნაკლებად დაცული, მეტნაკლებად კი სრულად დაცული უნდა იყოს და ასე შემდეგ, თუნდაც რუსთავის კოლონიაში და უნდა ითქვას ის, რაც პრინციპში ჩალაძემ თქვა, რომ საპატიმრო ერთი დაწესებულებიდან, ესე პირდაპირ საპატიმრო დაწესებულება ხო არ იყო ვივამედი, ერთი დაწესებულებიდან ოროთახიანიდან თუ არ ვცდები, ხო, გადავიდა მეორე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი და მასაც მიხეილ სააკაშვილს მართებს გასიგრძეგანება იმისა, რა დღეშია თავად და რომ ის არის მართებულად ვიქნები გაგებული, ის არის ერთი თუ გნებავთ ასე ვიტყვი არარიგითი პატიმარი, მაგრამ ყველა ინდივიდი, ვინც ბიზინა ივანიშვილმა ამოკეტა ციხეში, ნებისმიერი მსახიობები იქნებიან, წერლები იქნებიან, თუ სხვა რა გინდა რა პროფესიის წარმომადგენლები, ერთი არარიგითი პატიმარია უკლებლივ. ყველა ჟურნალისტი მზია ამაღლობელიც არარიგითი პატიმარია. ოდნავადაც არ არის მეტი მიხეილ სააკაშვილი, მასზე მეორე მხრივ თუ მესამე მხრივ ეს კარგად უნდა გავიგოთ, ჩვენ ყველა პატიმარი, ყველა ტუსაღი ბიზინა ივანიშვილია გვეძილფასება და არავინ არ უნდა გაიზიაროს ის შესაძლო ბედი ხვედრი თუ სვებედი, რომელსაც უქადის ბიზინა ივანიშვილის საპატიმროში ყოფნა მათ და ბიზინა ივანიშვილი უშუალოდ უქადის, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილმა ნებისმიერზე პუტინის ბრძანების გათვალისწინებით, პუტინის ფსბ-ს ბრძანების გათვალისწინებით შეიძლება თქვას, რომ ამოალპეთ ციხეში, პირდაპირ კი არ მოკლათ რომელიმე რაღაც ერთი პატიმარი, არამედ ამოალპეთ ციხეში დაუმატეთ. ჩვენ გვყავს პოლიტიკოსი პატიმრებიც, რომლებსაც საერთოდაც უხეშად 15 წლიანი, 17 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ ბიზინას ხელში, ვიდრე არ დაბეჭავდებიან პირდაპირ მნიშვნელობით, ბიზინა ივანიშვილი მათ ცხადი არ გამოუშვებს და ალბათ საერთოდ არ გამოუშვებს, მათ შორის არის ელენე ხოშტარიაზე მინდა გამომახვილო ყურადღება, ელენე ხოშტარია, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ბიზინა ივანიშვილი მის მიმართაც დაუნდობელია, მოკლედ ბიზინა ყველას გაანადგურებს თუ მოუვიდა მას ბრძანება მოსკოვიდან, მიხეილ სააკაშვილი მართ არის ბოლო და არ არის პირველი ბიზინა მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი ასაკურებელი მნიშვნელოვანი პატიმარი, მაგრამ ჯერჯერობით ამის თქმას ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ეს ბრძანება ბიზინა ივანიშვილს არ მოსვლია მოსკოვიდან, თუმცა გამორიცხული ასაკურებელი არც არაფერია, აღონდღეს ყველაფერი ასაკურებელი გადაბრალდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს გულმა ვერ გაუძლო ასე მაგალითად ან ტრომბი დაებართა ასე მაგალითად ან ასე შემდეგ ცხადი არავინ არ აღიარებს, არც მიხეილ სააკაშვილთან და არც არავისთან მიმართებაში, რომ ეს გამოსარიცხი, მაინც მოდი ასე თქვენის ნებართვით, ან არ გამოსარიცხი, სიკვდილი არის ხელოვნურად დამდგარი ლეტალური შედეგი. ბიზინა ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელი. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთ ასპექტს მიხეილ სააკაშვილზე და ორი სიტყვით და მე გადავიდეთ სხვა თემაზე. მე პატივისცემას ვუდასტურებ აქვე უნდა ხაზგასმით თქვა მიხეილ სააკაშვილის შვილებს, სრულწლოვანებს პირველ ყოვლისა, მე ედუარდ ედუჩას და ნიკოლოს ვუდასტურებ პატივისცემას, მე ვუდასტურებ პატივისცემას ბავშვია არასრულწლოვანი ალისას, ხანდახან შემოვხდება ხოლმე ვიდეოები მისი და გაოცებული ვარ, რამდენად კარგი და რამდენად ნიჭიერი და რამდენად დადებითი და ისი საყვარელი ბავშვია, ვუდასტურებ პატივისცემას, რასაკვირველია ვუდასტურებ მიხეილ სააკაშვილის პირველ მეუღლეს სანდრა რულოვს, მე მგონია რომ ის გამორჩეული
ქართველია, საქართველოს გამორჩეული მოქალაქეა და გამორჩეული პიროვნებაა, გამორჩეული საჯარო პირია და ასევე ვუდასტურებ პატივისცემას სოფო ნიჟარაძეს, რომელიც აი მიხეილ სააკაშვილის შვილის ალისას მშობელია და ძალიან ღირსეულად ზრდის მას ეს რომ ვიცოდეთ მაინც. ეს არის მიხეილ სააკაშვილის საკითხი, მიხეილ სააკაშვილის თემა, მოდი ასე ვიტყვი. ხო და აქვე ერთი ამბავი კი არა ერთი ასპექტი თუ ერთი საკითხი. დღეს გია ბუღაძე მხატვარი, მიხეილ სააკაშვილის ცნობილი მომხრე, პატიოსანი და უწესიერესი კაცი, მასშტაბური ხელოვანი, სტუმრობდა ფორმულას და ნახეთ რას ამბობს გია ბუღაძე, პრინციპში ამ ერთ წინადადებაში არის მოქცეული, ჩატეული ბევრი და ბევრი სათქმელს ამბობს. უსამართლო ქვეყანაზე დიდი უბედურება დედამიწის ზურგზე არ არსებობს ამბობს ბატონი გია, რაც დაგვრჩენია ეს არის დავემორჩილოთ ან შევებრძოლოთ. აი მიხეილ სააკაშვილი მე მგონი ყოველ შემთხვევაში იმედს ვიტოვებ, რომ არა თუ არ ემორჩილება, არამედ იბრძვის და მომავალშიც იბრძოლებს. ისევე როგორც ყველა პოლიტპატიმარი, მე გაოცებული ვარ, გულახდილად გეტყვით, რომ პოლიტიკოსი პატიმრებიდან არც ერთი, ზოგი გვაცნობს ხოლმე საკუთარ ნაწერებს, საკუთარ ეპისტოლარულ ჯანში გადასულები არიან ზოგნი და გვიგზავნიან არაჩვეულებრივ წერილებს კი ვითარგამანზე უდასტურებ პატივისცემას, სხვებსაც ცხადია და ასე შემდეგ ზურა ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, სხვებს აი ოქრუაშვილსა და გიორგი ვაშაძეს რამდენადაც მახსოვს, სხვა არა მოუღიათ, ცუდი კონოტაციით არ ვამბობ, არაფერი არ მოუწერიათ, იქიდან კარგი კი იქნებოდა მათი ნაწერების გაცნობა, ხო? ვუდასტურებ პატივისცემას ყველა პოლიტიკოს პატიმარს. აგრეთვე ვუდასტურებ პატივისცემას ყველა სინდისის პატიმარს. აქ იგულისხმებიან ადამიანები, რომლებიც დაიჭირეს გასული წლის დეკემბერში, მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალში, ხო, რომლებსაც უმრავლესობა ბადგანს 2 წელიწად ნახევარი. მისცა მოსაბართლო რუსიზის სასამართლომ. აგრეთვე ვუდასტურებ პატივისცემას ცალკეულ იმ პირებს, რომლებსაც ეს პირდაპირი კორელაცია არ აქვთ აქციებთან, ხო, გასული წლის ნოემბრიდან, დეკემბრიდან გამართულ აქციებთან ვიდრე დღემდე. ვუდასტურებ პატივისცემას ცხადია პატა მურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ჩემს მეგობარს ხაზგასმით ვამბობ, ლაშა ბერიძეს, სხვებს, რომლებიც ამ არჩევდგარი და პრინციპში ვერ შედგებოდა იმგვარი რევოლუციის სათავეებთან იყვნენ. რატომღაც მგონია, რომ ეს პატიმრები, აი ეს ხუთეული, ხო, თითქოს დაივიწყა საზოგადოებამ, ბატონო პაატა და მის შვილსაც მიუმართავ იქნება გადასცეთ. მე ვუდასტურებ პატივისცემას, შეცდით თუ არ შეცდით. იყო თუ არა ეს სწორი ნაბიჯი, სხვაგვარად უნდა მოქმედე მომხდარიყო თუ არა, რა მოხდა იქ, რომ არ ვიცით იმის გათვალისწინებით, თქვენ ეს მნიშვნელოვანი პერსონა მსოფლიო კულტურის, თანამედროვე მსოფლიო კულტურის ისტორიაში, ხო, ცხადია არათუ საპატიმროს არ იმსახურებთ, არამედ იმსახურებთ იყოთ სცენაზე და იყოთ ქართველი ერის სამსახურში სცენიდან და შესაძლოა პოლიტიკიდანაც, ხო, ეს და ძალიან ცუდი რამ მოხდა, რასაკვირველია, მაგრამ არავის მე პერსონალურად ყოველ შემთხვევაში თქვენს გულწრფელობაში არ მეპარება და ასე შემდეგ. ასევე ვუდასტურებ პატივისცემას აი ამ ბავშვებს, ან არა მარტო ბავშვებს, ქალტუნ აზას, ქალტუნ ლეილას, რომლებიც ესე დაიჭირეს და გამოუშვეს, წიბახაშვილების ოჯახს და რუსიკო კობახიძეს, სხვებს, რომლებიც დაპატიმრებულნი იყვნენ ამ ხნის განმავლობაში, ბევრმა ჩვენგანმა შეიძლება გაიზიაროს. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რასაც ამბობს, ხო, შეგუება ან ბრძოლა, რასაც ამბობს გია ბუღაძე და ეს გია ბუღაძე ამბობს იმას, აკითხარით, რომ ჩავიკითხოთ კიდევ ერთხელ, რომ ან უნდა შევებრძოლოთ, ან დავემორჩილოთ. გამორჩილება თუ არ იქნება, ჩვენ გადავტეხავთ, როცა იქნება ამ რუსულ რეჟიმს. მიხეილ სააკაშვილიც თუ ამ ტალღაზე იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტალღაზე იქნება, ისიც იქნება, არ მინდა თქვა, ერთ-ერთი რიგითი მებრძოლი მეთქი, იმიტომ შესაძლოა საწყენი იყოს ეს მისთვის, ამიტომ ვთქვათ, მოდი ესე, ერთ-ერთი არარიგითი მებრძოლი, თუმცა არარიგითი მებრძოლი არის ძალიან ბევრი მოქალაქე, ესეც უნდა ვთქვათ, ანუ გამორჩეული მებრძოლი ამ პროცესს არ ახავს და ეს ყოველ შემთხვევაში განვითარების ამ ეტაპზე სწორიც არის და კარგიც არის, ერთმანეთზე გამორჩეულები არიან, განსაკუთრებით პირები, რომლებიც საპატიმროში არიან, ან პატიმრობას ელიან ამ ბანდა ხელისუფლების მიერ და კიდევ ერთი ამბავი,
ესე იგი, წავიკითხავთ თქვენის ნებართვით, Amnesty International-მა სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ წავიკითხავ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საიესწნობის სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა Amnesty International-მა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა Amnesty International-ი წერილობით მოსაზრებაში ვკითხულობთ სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების უფლება გულისხმობს რომ სამოქალაქო საზოგადოება იძლეებს იღებს და იყენებს რესურსებს, რითაც არა მხოლოდ ინარჩუნებს სამოქალაქო სექტორის მრავალფეროვნებას, არამედ დამოუკიდებელია კონტროლისაგან, რომლის ქვეშაც შესაძლოა აღმოჩნდეს სახელმწიფო დაფინანსების პირობებში. ესენი ეს ბანდა ხელისუფლება ცდილობს ამგვარ რამეს, რომ აი დარეგისტრირდით ჩემი ფარას ან სხვა კანონების ქვეშო ამბობს, მიიღეთ ეს კანონებიო და ჩვენ მოგცემთ გრანტებსო, ჩვენ დაგაფინანსებთო, შესაბამისად საჩვენო საქმე გააკეთეთო, რაც რასაკვირველია ვალადებულებით დამოკიდებულებაში შესვლას ნიშნავს ამ ბანდიტ ხელისუფლებასთან, რომელიც ეგრა მაგის პასუხია და 2026 წლის ბიუჯეტში სრულად ვერც დააფინანსებს, სრულად და საუკეთესოდ ვერც დააფინანსებს, იმ მასშტაბით ვერ დააფინანსებს ცალკეულ სამინისტროებს თუ უწყებებს, როგორი მასშტაბითაც მათი დაფინანსება იქნებოდა კარგი და სასურველი, გულისხმობ ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჩვენ გვჭირდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ ამ უკანასკნელის ბიუჯეტი ისიც თქვენ ისევე როგორც სხვებისა, მაღალი ალბათობით შეიკვეცება ეს იმ პირობებში, როდესაც ეს ბანდა ხელისუფლება ჩვენ გვატყუებს და გვეუბნება, რომ აგე ბიუჯეტი კი არა, შემოსავლები იზრდება, ეკონომიკა იზრდება ამ ქვეყანაშიო, ეს ტყუილი ამბავია და ამის დათელი და თვალსაჩინოებაა ის, რომ ინფრასტრუქტურასაც კი ესოდენ მნიშვნელობას არ აფინანსებენ, მაგრამ ახლა გადავედი სხვა თემაზე. დიახ, ბანდა ხელისუფლებას უნდა რომ დაიმორჩილოს სამოქალაქო სექტორი და Amnesty International-ის სტრასბურგს ეუბნება რომ ჩვენც ჩავერთვებით ამ პროცესში და ჩვენც დავამტკიცებთ რომ ხელისუფლება ამ ჩვენც ვეცდებით დავამტკიცოთ რომ ხელისუფლება წოდებული ბანდა ამ ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების დასამორჩილებლად აკეთებსო. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისადმი უნდობლობას გამოხატავს, ესე იგი ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს მიმართული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის კაცრი დაცვისაკენ. სახელმწიფო კი ვერ ამტკიცებს რეალური საფრთხის არსებობას არასამთავრობო სექტორისაგან და წინასწარ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისადმი უნდობლობას გამოხატავს. დიახ, ამოჩემებული ყავს თეატრულუკიანს და არა მხოლოდ მას, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები პაპუაშვილს და ბიზნეველიშვილის ყველა სხვა წანაზარდს იმისთვის რომ არ არსებობდეს კრიტიკული აზრი, რომ ვერ დააკვირდნენ ადამიანები, ვერ დააკვირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები იმ უკეთურობას და იმ საშინელებებს, რომლებსაც ჩადის საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ის მაგალითად რომ აი ახლა კი გამოაჩქარავეს, რომ ღარიბაშვილი ყოფილა კორუმპირებული თუ უკეთური კაცი, მაგრამ აი ეს ამაზე გაცილებით ადრე ლაპარაკობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, კობახიძე რომ აღმოჩნდეს სუდი კაცი სახელმწიფოს წინააღმდეგ წასული კორუმპირებული და კიდევ უამრავი ბილწი სიტყვის თქვაც შემიძლია არასამთავრობო ორგანიზაციები თუ არ იარსებებენ ამ შემთხვევაში მამას ვერავინ ვერ გამოავლენს ყოველ შემთხვევაში ვერ და არ გამოავლენს ეს ბანდიტი რო არის აგვარია დევს რო გავს თანამდებობაზე სიკვდილამდე რო რჩება რაჟდენია კუპრაშვილი. კარგით, ეს უკვე მეხუთე და მეექვსე ხალისხოვან თემებზე გადავდივარ. მთავარი თემა არის ეს, მოკლავს თუ არა ბიზინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს ამჯერად უკვე საპატიმროში. ჯერჯერობით ეს ბრძანება მიხეილ სააკაშვილის მოკლის თაობაზე არ მიუღია ბიზინა ივანიშვილს, ინამდვილ შემთხვევაში მოკლავდა პოლონიუმით თუ სხვა საშუალებით ვივამეთში არ გაუჭირდებოდა არც ნამუსის სინდისი დაუშლი და სადაა აქვს თორეკი, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ იცოდეთ, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას მართებს ყურადღების გამახვილება მიხეილ სააკაშვილზე, ამავდროულად მესამე პრეზიდენტის თემა არ უნდა იქცეს მთავარ თემა ჩვენ სინამდვილეში, სხვა უამრავი გამოწვევის წინაშე ვართ, გაცილებით მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის თემა, არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, არამედ მიხეილ სააკაშვილის თემა, რომ ვიცოდეთ მაინც საქართველოს სახელმწიფოს გაუქმებას აპირებს ბიზინა ივანიშვილი რუსი, აუქმებს ამ სახელმწიფოს და ყველასადმი პატივისცემის დადასტურებით, გათვალისწინებით და დადასტურებით მაინც უნდა ვთქვა, რომ ნებისმიერ მონარქზე, ნებისმიერ პოლიტიკოსზე, ნებისმიერ პრეზიდენტზე, ნებისმიერ ჩვენგანზე გაცილებით მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც სახელმწიფო და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილიც ასე ფიქრობს და მომავალშიც იმედია
იფიქრებს, იმედია კი არა, დარწმუნებული ვარ, მინდა რომ იფიქროს და დარწმუნებულიც ვარ მიხეილ სააკაშვილი ვინ და მესამე პრეზიდენტია, რომელიც მაინც უნდა მივიჩნიოთ, აი ეხლა რომ ინგრევა დანგრევის პროცესია იმ 12 წლიანი თუ 10 წლიანი არა 12 წლიანი სად იყო 9 წლიანი 10 წლიანი ეპოქის საქართველოს დამფუძნებელ მამად უამრავი შეცდობით რასაკვირველია, მაგრამ ამათ ფონზე მიხეილ სააკაშვილი უფრო კი არა ლამის ფრთიანი ანგელოზი გამოდის. ნახვამდის.